ების ბალანსი. არის ზოგადად ცხრილს თუ შევეხებით რამდენიმე გუნდი, რომელსაც ჯერჯერობით მატჩი არ წაუგია, ნახოთ ეს ჩაწოდება, კარგი მომენტი და აგერ არის პირველი გოლი, რომელიც გააქვს გორის დილას მიმდინარე სეზონში. თქვით რომ აქამდე საერთოდ გოლი არ ქონდა. კარგი კომბინაცია გამოუვიდა გორის დილას, ეს ჩაწოდება ჭალაღონიასი ისიც დღეს სასტარტო შემადგენლობაშია და დებიუტია მისთვის ძირითად შემადგენლობაში რუსთავიდან დამატებული ფეხბურთელისთვის და ლაშა მენთეშაშვილზეც მოგახსენეთ. მოკლედ ორი ახალგაზრდა, ორი მატჩი ამ გუნდებს შორის მოიგო გორის დილამ. ზედიზედ ორი გამარჯვება, 1-0 ასეთი ანგარიშით და დღესაც ასე იგებს. კანტე როგორი აქტიურია. აღმოუჩინეს ლოკომოტივის კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე. ჩაწოდება საჯარიმოში, მამუჩაშვილი საფეხბურთო ტრაექტორია მიიღო ბურთმა, საბოლოოდ ჩაეშვა. და მარჯვენა შემტევად ითამაშებს გიორგი არაბიძე. ჩაწოდება არეულობა საჯარიმოში დარტყმა და აგერ სწორედ ბუკიას გონდა ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი. ვიდან ის და ლაშა მენთეშაშვილი, მენთეშაშვილი უფრო მასზე მეტად ამოცნილია. აი კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი აქ კომნენ ანდრიჩს არ დაარტყმევინეს, შემდეგ ითრაკის სწრაფად ჩაერთო შეტევაში, წაიღო ბურთი ფლანგზე, ჩაგდება და კერებიან მორიგი ღიბათის შექმნას. ჩაწოდება დარტყმა კარის უნართულებით ურტყამდა ოლატუნჯი. არც თუ ისე კომფორტული გადაცემა, ჩაწოდება საჯარიმოში, ფულერი თავით დარტყმა, შემდეგ მუსელიანი კლიაიჩი. ფათო ეს ეპიზოდი, მაგრამ გამოვიდა და გოლად რომ არ იქცა დამსახურება ეს სერბი მეკარის, აი აქ მე მგონი საერთოდ ავტოგოლი გადიოდა. არლეი არ ჩააწოდა, კარგი წრუჩვენება არაბიძე თავის საყვარელ წერტილში, არაბიძე გაისროლა, მაგრამ არა ზუსტად. ხუჭა კვარცხელი ასაც აკეთებს საპირისპირო ფლანგიდან იგივეს და ტორპედოს რიგებშიც განხორციელდა დასრულება, კისლიზი და შევიდა, ნახოთ ეს ეპიზოდი, მალი დაბალი ჩაწოდება და შიმიჩი გადარჩა ავტოგოლს. ზედა გააგრძელა ეს შეტევა, კარგი პასი გავიდა ფელიპე პირესი, ეს პასი აღარ გავიდა, ისევ პირეს დაუბრუნდა, რბილი ჩაგდება, ანდრიჩი ბასილაძე არეულობა საჯარიმოში, ქაოსია გორელთა მხარეს, ანდრიჩი გადმოიტანა მარჯვენაზე, აქ უკვე დარტყმა აღარ გამოუვიდა, ოლატუნჯი და კონჩეტევის შანსი გორის დილას. აი კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი აჩქარებული კადრით, არეულობა იბრძოლა მალიმ, მოიპოვა ბურთი, მერე ანდრიჩი გაითავისუფლა თავი, უკან პინა ეპიზოდს დაუბრუნდნენ არბიტრები, როდესაც გორის დილას სტანდარტიდან ქმნიდა მომენტს, ჩაწოდება ანოფის დარტყმა და ხვდება თუ არა ხელში ბურთი მამუჩაშვილს. რომ ხვდება ეს ჩანს, მაგრამ რამდენად არის იმ ტიპის ხელით თამაში, რომელიც ამუშაშვალე მე მგონი ვარლეის ხვდება საერთოდ, გამოიწვევს პენალტს, ამას ნახავთ და გავიგებთ აკაკი ფარჯიკიასგან. შეიძლება გორის დილას მეორე გოლის გატანის შანსიც მიეცეს. ანუ ხელი თამაშმა არის გასაგებია და საბოლოო გადაწყვეტილება ნახოთ. პენალტი ორ ბურთამდე უპირატესობის გაზრდის კარგი შანსი ეძლევა გორის დილას. დაბრუნების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში გაიტანს თუ არა პირველ გოლს მუსელიანი, ვნახოთ. ბოლოს რომ თამაშობდა 17 შეაგდო იმ სეზონში. მოკლე ნელი ნაბიჯებით გამორბენი კლიაიჩმა მოიგერია, ანოფი დამატება და ისევ კლიაიჩი. ის გასაკეთებელი გააკეთა და ახლა ვნახოთ ჩემტევები რამდენად აუბამენ მხარს და რამდენად შეძლებენ იმას, რომ ეს თამაში მოატრიალონ. იქა მეთედო გიგაბიძეს აქვს. და ხო აქ წითელ ბარათზე ალბათ. ეს დარიგით ასია, ამაზე მოწმდება ეპიზოდი. ეს თუ არა პოტენციურად წითელი ბარათი, იქ ზიტა აბიჯებს ფეხზე კიკაბიძეს. და წითელი ბარათი. ბოლო რაღაც 4 წუთიან მონაკვეთში სამნი უტევენ ახლა გორის დილას ფეხბურთელები. მუსელიანმა წაიღო იგი ბურთი საჯარიმოსკენ, მახვილი 4-დან, მაგრამ დაარტყა სახიფათოდ წინ წაწევისკენ მოუწოდებენ ტორპედოს ფეხბურთელებს. რეალური შანსი კიდევ ერთი გოლ. გააყოლა ფელიპე პირეს, ბრაზილიელი საჯარიმოშია, გავიდა ეს პასი, კარგი გადაცემა, გადარჩა გორის დილა, არაუჟო გმირია გორელებისთვის. აქ რომ ეს პასი გასულიყო, უდიგო. ამ გამარჯვების შემდეგ გორის დილა მეწყრია, ქუთაისის ტორპედო მე-10. დილამ პირველი ქულა და ქულები აიღო ამ სეზონში.